გენერალური მდივნის წარმომადგენელი ჯეიმს საპატურა ინაუგურაციამდე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხები განიხილეს, ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გასამართ შეხვედრებზე, რომლებიც დეკემბრის დასაწყისში გაიმართება. ვისაუბრეთ გლობალურ კონტექსტზეც და ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თემაზეც. რასაკვირველია, ვილნიუსის სამიტის წინ სრულიად წარმოუდგენელია, რომ რომელიმე შეხვედრაზე ამ თემას არ შეეხო. ბატონ ჯეიმს საპატურაი არის ჩამოსული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, მე მას მადლობა გადაუხადე იმ შეფასებისთვის, რომელიც მას აქვს საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაში თვალსაჩინო პროგრესს განიცდის. ამ პროცესში ერთ-ერთი ხელისშემწყობი ფაქტორი საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელიც სამართლიან გარემოში ჩატარდა. დეკემბრის დასაწყისში ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებს განვიხილავთ. ჩვენ მუდამ ერთგულები ვიქნებით იმ განცხადებისა, რომელიც ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ბუქარესტში გააკეთა იმის თაობაზე, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი ქვეყანა.